სწორი საბურავის შერჩევა აგრარული ტექნიკისთვის არამხოლოდ შეძენა, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. მოგესალმებით. მე გიორგი ბაბუციძე ვარ და დღეს განვიხილავთ თუ როგორ უნდა შეირჩეს საბურავი სწორად. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საბურავის გვერდის ზედაპირზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თითი და TL მარკირების ნიშნები. რას ნიშნავს ისინი? საბურავს, რომელსაც აქვს თითი ნიშანი, მოითხოვს შიდა კამერას, ხოლო TL ნიშნიანი საბურავი არის უკამერო. მნიშვნელოვანია, რომ თუ დისკი არ არის გათვლილი TL-ისთვის, მასზე უკამერო საბურავის დაყენება არ შეიძლება. დიაგონალურ საბურავებში მნიშვნელოვანია ფენების რაოდენობა. რაც უფრო მეტი ფენა აქვს საბურავს, მით უფრო გამძლეა ის. რაც მთავარია, საბურავი უნდა შეირჩეს ტექნიკის მასის მიხედვით. მაგალითად, მსუბუქი ტრაქტორებისთვის 2 ტონამდე საჭიროა 6 ან 8 ფენიანი საბურავი. 2-დან 5 ტონამდე ტექნიკისთვის 10 ან 12 ფენიანი საბურავი. ხოლო 5 და უფრო მეტი მძიმე ტექნიკისთვის 14 ან 16 ფენიანი საბურავი. ახლა გაგაცნობთ ოსკას საბურავების სხვადასხვა მოდელებს და მათი გამოყენების სფეროებს. კაენკა 50 არის ღრმა პროტექტორიანი საბურავი, რომელიც გათვლილია მინდორში სამუშაოდ. აგრო 10 აქვს გაუმჯობესებული მოჭიდება ნესტიან ნიადაგზე. აგრო ლუქსი არის გამძლე რადიალური საბურავი, ხოლო აგრო 11 უნივერსალური საბურავი. ახლა უკვე იცით, როგორ შეარჩიოთ საბურავი სწორად თქვენი ტექნიკისთვის. გამოიყენეთ ცოდნა კონსტრუქციაზე, ინდექსებსა და პროტექტორებზე, რათა ტექნიკამ იმუშაოს უსაფრთხოდ და ეფექტურად. ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ არჩევანში და გვიკავშირდით ან გვეწვიეთ ჩვენს ფილიალში კახეთის გზატკეცილზე.